მოგესალმებით, ჩემოსაყვარელო გამომწერებო და არა მხოლოდ, მოგესალმებით ყველას, ვინც ახლა მიყურებთ. სიმართლე გითხრათ, კვირაზე მეტია მინდა ამ ამბის მოყოლა თქვენთვის, მაგრამ რაღაც ყოველდღე ისეთი ამბები ხდებოდა, რომ ყურადღების გადატანა არ მინდოდა აქეთ. ეს არის ამბავი ჩემი და თეატრი ლუკიანის შესახებ და ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მინდოდათ რომ გცოდნოდათ ამ სიყალბის და ტყუილის შესახებ, სინამდვილეში როგორ ტყუილ მორალურ კოდექსი ააგო თეატრი ლუკიანმა მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მე უარყო ცნობები. თქვენ იცით რომ მე განვათავსე სია, ოღონ არ ვიყავი არც პირველი, არც მეორე. ეს სია 2013 წლიდან არის ინტერნეტში, მაგრამ თეატრი ლუკიანს 2013 წლიდან დღემდე არაფერმა არ შეურაცხო მისი ეს რაღაცნაირი სინდისი, ნამუსი და ასე შემდეგ და მხოლოდ მე აღმოჩნდი ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ვიმოქმედე მასზე მორალურად და ითხოვს მხოლოდ ჩემგან ამ ცნობების უარყოფას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ხოლმე მნიშვნელობას მაინტერესებს ის მე და უნდა დავეთანხმო ნაწილობრივ, მაგრამ ეხლა სხვა ამბავია, რაც მინდა რომ მოგიყვეთ. მოკლედ თეატრი ლუკიანი ამბობს, რომ ეს სია არ არის მართალი, ეს ოთხკაციანი სია, რომელიც გვატყობინებდა ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ნიუსეჯა დახვრეტა, სიკვდილი დასჯა მამამისმა. და ამბობს, რომ აქედან 15 ადამიანის შესახებ მოიპოვა ინფორმაცია და ზოგი მოკლედ როდის გარდაიცვალა, ამბობს, რომ ზოგი გვიან გარდაიცვალა, ზოგი საერთოდ ცოცხალია და ასე შემდეგ. რა არის სინამდვილე? სინამდვილე არის ის, რომ თეატრი ლუკიანის ადვოკატმა ნათელა თოფურიამ მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ამ 20 ადამიანის შესახებ სამინისტროს მიეწოდებინა გარდაცვალების თარიღის შესახებ ინფორმაცია. ჰოი საოცრება, აბა რას პასუხობს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო? საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პასუხობს, რომ აქედან მხოლოდ და მხოლოდ, ანუ 20 ადამიანიდან მხოლოდ 4 ადამიანის გარდაცვალების თარიღი დაადგინა. აქ არის საინტერესო დეტალი. ერთი ადამიანი გარდაიცვალა 2000 წელს, მეორე ადამიანი გარდაიცვალა 2020 წელს, ხოლო ერთი გარდაიცვალა 94 წელს, როდესაც სიკვდილი დასჯა ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა და ერთი 95 წელს, ანუ რატოა ეს საეჭვო და სადაო არავინ არ იცის, რატო დაობს ამ ორი ადამიანის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით. კიდევ ჰოი საოცრება, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაადგინა, რომ 15 ადამიანის გარდაცვალების თარიღი საერთოდ ვერ მოიწია და მე ამას კომენტარებში ჩავდებ და აუცილებლად რომ თქვენ წაიკითხოთ. და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ასევე მოიწია, რომ ერთ ადამიანზე ზაურ ქართველიშვილზე გარდაცვალების შესახებ მომყოლითო სახელი და გვარითა რომ ვეძებთო, ბევრი ზაურ ქართველიშვილიაო და ვერ გეუნებითო ვერაფერს და იქნებოდა თარიღი მაინც იცოდეთო ამ ადამიანის გარდაცვალების, ან გარდაცვალების გარემოებაო, რეგისტრაციის ადგილიო. და ამის მიხედვითო მოგიძებნითო ამ ადამიანსო. ანუ აღმოჩნდა, რომ სიმართლე არის ეს, რომელიც დევს მათ მიერვე გამოგზავნილ საქმეში, რომ იუსტიციის სამინისტრომ ჩემს მიერ დაწერილი 20 ადამიანიდან, რომელზედაც მე ვწერდი სხვა მედიაზე დაყრდნობით, რომ მათ სიკვდილის განაჩენი გამოუტანა თეატრი ლუკიანის მამამ ავთანდილ წულუკიანმა. 15 ადამიანი საერთოდ ვერ მოძებნა. 4 ადამიანის თარიღი გარდაცვალების დაადგინა და აქედან ერთი არის 94 წელი და მეორე 95 წელი, ხოლო ერთი ადამიანი რამდენიმე იპოვა და შესაბამისად ეუბნება, რომ გამომარჩევინე რომელია კონკრეტულად ის ადამიანი, რომელსაც ჩვენ ეძებო. ანუ თეატრი ლუკიანის სტატუსი და შემდეგ უკვე რაც განავითარა ტელეკომპანია იმედის ეთერში, რომ იცოდეთ, არის ტყუილი და სიმართლე არის ეს საბუთი, რომელსაც მისი ადვოკატის მოთხოვნით გაეგზავნა იუსტიციის სამინისტროთან. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მინდოდა რომ ეს ინფორმაცია გცოდნოდათ, ანუ ის რასაც ის წერდა, არ ეყრდნობა არანაირ ფაქტებს სამართლებრივ ნაწილში, ის ეყრდნობა მხოლოდ მის ემოციურ განაცხადს ან სურვილებს. უბრალოდ რაც უნდა რომ მას იყოს, მაგრამ სინამდვილეში არის აი ეს. და სინამდვილეში სავარაუდოდ გადასრულდება ის, რასაც მე ვწერდი. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის.